პოლიტიკური შეფასებების თემაა საქართველოსთან დაკავშირებით ესტონეთის პარლამენტის მიერ მიღებული განცხადება. განცხადებაში ვკითხულობთ. ესტონეთის პარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიას და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს დააწესონ სანქციები იმ ქართველი პოლიტიკოსებისა და ოფიციალური პირების მიმართ, რომლებიც მონაწილეობდნენ მშვიდობიანი აქციების ძალადობრივ დაშლასა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დევნაში. ესტონეთის პარლამენტი ასევე ითხოვს მკაცრად შეიზღუდოს ურთიერთობა საქართველოს არალეგიტიმურ მთავრობასთან იქამდე, ვიდრე ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდება. გასული ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები, რომელიც ძალადობისა და დაშინების ატმოსფეროში ჩატარდა, არ გამოხატავს ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას. მმართველი პარტია ქართული ოცნება, რომელიც რუსეთის ფედერაციის მხარდაჭერით სარგებლობს, იყენებს გაყალბებული არჩევნების შედეგებს სახელმწიფო ინსტიტუტებზე სრული კონტროლის მოსაპოვებლად და ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების დასათრგუნად, ნათქვამია განცხადებაში. ამასთან ერთად განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლეგიტიმურ პრეზიდენტად ესტონეთის პარლამენტში მხოლოდ სალომე ზურაბიშვილს აღიარებენ და მხარს უჭერენ მის ძალისხმევას ქვეყანაში საკონსტიტუციო კრიზისის დასასრულებლად. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ პარლამენტი მხარს უჭერს დემოკრატიულ ძალებს საქართველოში, რომლებიც ითხოვენ ახალ საპარლამენტო არჩევნებს, რაც გარდაუვალია საკონსტიტუციო კრიზისის გადასაჭრელად და დემოკრატიის აღსადგენად. ასევე გმობს მშვიდობიან დემონსტრანტებზე სასტიკ რეპრესიებს მზარდი რუსული იმპერიალიზმის მხარდაჭერით და მოუწოდებს შეწყდეს ნებისმიერი ძალადობა ან დევნა, ასევე გაათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი. ის რომ ქართული ოპოზიციის მსგავსად ყველა ქვეყნის წარმომადგენელი, სადაც არის დემოკრატიული წყობილებები და დემოკრატიული ხელისუფლებები, ამბობენ, რომ ჩატარდა არასამართლიანი, არათავისუფალი, არაკონკურენტუნარიანი არჩევნები, ამას მოყვა ცემა, ძალადობა, წამება და ღირსების შემოლახავი, მოპყრობა დემონსტრანტების, მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ და ამავდროულად ქართული ოცნების წარმომადგენლობამ არალეგიტიმურად აირჩია პრეზიდენტი, ლეგიტიმური არის ის შემადგენლობა, რაც არჩევნების შედეგებს მოყვა, ეს არის თვალნათელი ფაქტი და ამას უკვე აღიარებს მთელი მსოფლიო. ამიტომ არაღიარების პოლიტიკა გაგრძელდება. ევროპული ინტეგრაციის პროცესი ოფიციალურად შეჩერებულია ორივე მხრიდან. საქართველოს ხელისუფლებამაც უღალატა კონსტიტუციურ პრინციპს და მათ შორის, რა თქმა უნდა, დასავლეთმაც შესაბამისი დამჯები გადადგა, იმიტომ რომ არ შეიძლება დიქტატურასთან კონდეს პარტნიორული ურთიერთობები ევროპულ სახელმწიფოებს. ამიტომაც ერთადერთი გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან გახლავთ ამ სისტემის დემონტაჟი, ახალი არჩევნების ჩატარება და პოლიტიკური პატივნების გამოშვება. სხვანაირად ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის შანსი არ არსებობს, იმიტომ რომ ხედავთ, რომ ყველა მხრიდან აბსოლუტურად არაღიარების პოლიტიკას და სანქციების პოლიტიკას. ესტონეთი გახლავთ ის სახელმწიფო, რომელსაც საქართველოზე მეტად აქვს ურთიერთობები, სავაჭრო ურთიერთობები, მათ შორის რუსეთის ფედერაციასთან. თუ ვინმეს წინააღმდეგ შეიძლება ქონდეს ესტონეთს პრეტენზია თავის სახელმწიფოს თავის წინააღმდეგ შეიძლება ქონდეს პრეტენზია. გამომდინარე იქიდან, რომ ეს სახელმწიფოები საერთოდ ბალტიისპირა სახელმწიფოები სამწუხაროდ დიდად არიან დამოკიდებულები აი იმ უცხოურ ძალაზე, რასაც ქვია Deep State და გლობალური ომის პარტია. ამ განცხადებით ესტონეთმა პრაქტიკულად დაგმო ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე წარმოთქმული სიტყვა და გამოცემული ბრძანებები. ასევე სახელმწიფო მდივნის განცხადება, რომ ყველა ქვეყანამ თავის ეროვნული ინტერესები წინ უნდა წამოწიოს. და ესტონეთის ეროვნული ინტერესი რა არის, რომ საქართველოში მოაგვაროს ქართველი ხალხი, ვის შეუშვებს პარლამენტში და ვისა რა? ესტონეთის დღევანდელი ხელისუფლება, მისი პარლამენტიც და აღმასრულებელი ხელისუფლებაც არის აბსოლუტურად გასული ყოველგვარი რაციონალურობის ფარგლებიდან. ის იმ აგენტოკრატიის ძალიან მარტივი და ცალსახა მაგალითია, რომელიც სამწუხაროდ ევროპის ცალკეულ ქვეყნებში არის. რა უფლება გააჩნია ესტონეთს ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში, როგორ ბედავს საერთოდ ესტონეთის ხელისუფლება, მისი პარლამენტი იქნება ეს საგარეო საქმეთა მინისტრი თუ ასე შემდეგ, გამოვიდეს იმ განცხადებებით, რასაც ისინი აკეთებენ ჩვენ ქვეყანასთან მიმართებით. საქართველოსთან დაკავშირებით ესტონეთის პარლამენტის მიერ მიღებულ განცხადებას ეხმაურება ირაკლი კობახიძე. მისი თქმით, ეგრეთ წოდებული Deep State გააქტიურებულია ევროპაში, განსაკუთრებით კი ამას გავლენა აქვს ბალტიისპირეთის ქვეყნებში და ის აისახება ესტონეთზეც.
პირობებში, როდესაც Deep State-ზე არის წნეხი ამერიკის შეერთებულ შტატებში, Deep State არის კიდევ უფრო მეტად გააქტიურებული ევროპაში. თქვენ იცით, რომ განსაკუთრებით ბალტიისპირეთის ქვეყნებში არის Deep State-ის გავლენა ძალიან სერიოზული, ეს აისახება რა თქმა უნდა ესტონეთსაც. ნუ ჩვენ ესტონეთთან ვრჩებით სამხრივი მეგობრობის რეჟიმში, ეს არის ერთ-ერთი რაც შემიძლია გითხრათ, რა თქმა უნდა ასეთი განცხადებები არის მიუღებელი, ეს არის ცალსახად ანტიქართული განცხადება, რაც გამოხატავს უპატივცემულობას ქართველი ხალხის ნების მიმართ, თუმცა ჩვენ ვრჩებით სამხრივი მეგობრობის რეჟიმში ესტონეთთან გამომდინარე ისტორიული მეგობრობიდან, რომელიც არის ჩამოყალიბებული ქართველ და ესტონელ ხალხებს შორის.